ტექნოლოგიურად დახვეწილი, სრულყოფილი და ადაპტირებული ხმოვანი წიგნები, რომლებიც აუდიო წიგნების თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. სარჩევი, ჩანიშვნის ფუნქცია და კითხვის ტემპის რეგულაციის შესაძლებლობა. მათი მოსმენა ნებისმიერ მოწყობილობაში რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი. ელექტრონული წიგნების სახლის საბას ახალი პროექტის პრეზენტაცია გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პირველი ხმოვანი წიგნიც პრეზენტაციაზე ჩაიწერა. ლიას ტურუამ, გიორგი კეკელიძემ და სხვა თანამედროვე პოეტებმა საკუთარი შემოქმედება წაიკითხეს. ასობით ხმოვან წიგნს, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ლიტერატურას უსინათლო ადამიანების აჩუქრად სექტემბრიდან მიიღებენ. ნებისმიერ ადამიანს და რაც მთავარია უსინათლოებს, ვისაც არ შეუძლიათ წიგნების წაკითხვა, რამდენიმე თვეში საშუალება ექნებათ ასობით ხმოვან წიგნს მოусმინოთ. უსინათლო ადამიანებისთვის ეს იქნება საჩუქარი. უსინათლოებისთვის, რომლებიც მოისმენენ ამ ლექსს, იმიტომ რომ ხმოვანი წიგნი მართლა ძალიან დიდი ამბავია და დიდი საქმეა. სასურველია რომ არა მხოლოდ ეს ლიტერატურა ჩაიწეროს, საჭიროა არსებობდეს ყველანაირი სახის ლიტერატურა, აუდიო თუ ელექტრონული სახით.